მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გვექნება გაშლა თემაზე, რას გრძნობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ, რას ფიქრობს და როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა უახლოესი ერთი თვის მანძილზე. გვექნება სამი ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე, ამერჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და დავიწყოთ გაშლა. პირველი ვარიანტის შემთხვევაში აქ ვიტყოდი, რომ ადამიანი არის გაორებული, თვითონაც არ იცის რა გრძნობები და რა ემოციები აქვს თქვენთან მიმართებით, თვითონაც არის არეული, ამ ეტაპზე შეიძლება იყოს გაციებულ მდგომარეობაში ან თქვენთან მიმართებით რაღაცა დაშორებულ პოზიციაში შეიძლება იყოთ, თუმცა ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგულია ეს ურთიერთობა და მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანს საკმაოდ ძლიერი თქვენთან მიმართებით. აქ ვიტყოდი, რომ გრძნობები ნაკლებად უფრო მეტად ემოცია არის და სექსუალური მიჯაჭვულობა ამ ადამიანის მხრიდან. ნახოთ ახლა რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით. ფიქრები აქვს იმაზე, რომ კომუნიკაციაზე გამოვიდეს თუ არ არის ამ ეტაპზე კომუნიკაციაზე თქვენთან, გადმოდგას გარკვეული ტიპის ნაბიჯები, რაღაცა დააბალანსოს ურთიერთობა, თუმცა ეს იქნება აბსოლუტურად მანიპულაციური და არა ესეთი გულწრფელი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, რაღაცა მანიპულაციაზე ფიქრობს, რომ როგორ შეგიტყუოთ თითქოს ურთიერთობაში ამ ადამიანმა, როგორ მოახერხოს ის, რომ რაღაც გარკვეული ტიპის ურთიერთობა აღადგინოს თქვენთან ამ ადამიანმა და ამასთან დაკავშირებული ფიქრები აქვს ძირითადად. ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა უახლოესი ერთი თვის მანძილზე. თუ წასულია ეს ადამიანი თქვენგან, აუცილებლად მობრუნდება ამ ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ცოტა კონფლიქტური სიტუაცია ჩანს ერთი თვის მანძილზე. აქ ვიტყოდი, რომ რაღაცა დასასრულისკენ უფრო მეტად მიდის ეს ურთიერთობა, ვიდრე განვითარებისკენ ამ ერთი თვის განმავლობაში. ნახოთ, მეორე ვარიანტთან რა ხდება. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მოგმართოთ პირადში, გვაქვს აქციები ამ ეტაპზე გაშლაფთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს თქვენთან მიმართებით საკმაოდ ძლიერი გრძნობები, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის. თვითონ შეიძლება გხედავდეთ, რომ ხართ რაღაც დისტანცირებულ პოზიციაში, თითქოს რაღაცა გაციებულ პოზიციაში, მაგრამ თვითონ მისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალი ხართ, ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში. თუ ოჯახის წევრი არ არის, ოჯახის წევრთან გაიგივებული ადამიანი ხართ, ასე ვთქვათ, და რაღაცა თავის მეორე ნახევრად გხედავთ ეს ადამიანი. ნახოთ, რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს ამ ეტაპზე. საკმაოდ ჩაკეტილია ფიქრების კუთხით ეს ადამიანი, მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავი არიდოს თქვენთან დაკავშირებულ ფიქრებს. რაღაცას ვერ გთავაზობთ ეს ადამიანი ამ ეტაპზე და ამასთან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი ტკივილი და ნგრევები ურთიერთობის კუთხით, ასე ვთქვათ, შინაგანი კონფლიქტები აქვს ძალიან ძლიერი ამ ადამიანს. ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა უახლოესი ერთი თვის მანძილზე. საკმაოდ უცნაური ერთი თვე გექნებათ, თითქოს ყველაფერი ბალანსში, თითქოს ჰარმონია, პოზიტივი ყველაფერი, მაგრამ რაღაცა დისკომფორტები იქნება. ზოგიერთობის შემთხვევაში, თუ ეს ურთიერთობა არ არის საჯარო, აუცილებლად გახდება საჯარო და ძალიან ჰარმონიულ მდგომარეობაში გადახვალთ ამ ურთიერთობაში. ნახოთ, მესამე ვარიანტის შემთხვევაში რა ხდება. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ძალიან მოსწონხართ ამ ადამიანს, აქვს თქვენთან მიმართებით საკმაოდ ისეთი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ რაღაცებთან მიმართებით შეიძლება იყოს
იმედგაცრუებულ პოზიციაში ეს ადამიანი, რაღაც მოლოდინი შეიძლება ქონდათ თქვენგან და ვერ მიიღო, ან რასაც ელოდებოდა, რაღაცა სხვა დახვდა, ან სხვანაირი აღმოჩნდით რაღაცა მსგავსი მდგომარეობა, ასე ვთქვათ და ცოტა გაურკვევლობა აქვს ამ ადამიანს, თუმცა ძალიან მოსწონხართ მე ესე ვიტყოდი. ნახეთ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს. საუბარი უნდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით, რა არ ყოფნის ურთიერთობაში, რა ჭირდება თქვენგან, რას ითხოვს და წესით უნდა შედგეს აუცილებლად ეს საუბარი. და ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა უახლოესი 1 თვის მანძილზე. 1 თვის მანძილზე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი, სტაბილური განვითარება ჩანს ამ ურთიერთობაში. აი 1 თვის ბოლოსკენ ცოტა შეიძლება რაღაცები აირიოს, მაგრამ ისევ დაბალანსდება და ისევ ჰარმონიაში გადახვალთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას და პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ მოგმართოთ. პირადში გვაქვს აქციები და მე დაგემშვიდობებით დროებით.